ღომის წინააღმდეგ. რაგაცო გუნდების სასტარტო შემადგენლობას ინტერი. მეკარე ნომერი 1 დინარაშვილი ანდრია, გუნდის კაპიტანი. ნომერი 4 ადამი ანდრია, მარჯვენა მცველი. ნომერი 3 ბალაბანოვი თომა, ცენტრალური ნახევარმცველი. ნომერი 10 ფეიქლიშვილი ლუკა, ცენტრალური ნახევარმცველი. ნომერი 88 მეიშვილი ჯეკო, ნახევარმცველი. ნომერი 25 ბრიაძე დემეტრე, მარცხენა შემტევი. ნომერი 50 ბანძელაძე საბა, მარჯვენა შემტევი. და მეკარე 98 კალანდაძე გიორგი. გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ნადირაძე. მწვრთნელები ნიკა ძანძავა და რატი ფაფაკერაიშვილი. კი ბატონო, დიღომი თბილისი რა თქმა უნდა, სასტარტო შემადგენლობა მეკარე უგრეხელიძე ამირანი, შემდეგ დილაური ლუგო, ცენტრალური მცველი. გიო ჯგერენაია, მარჯვენა მცველი. გაბრიელ სუთიაშვილი, მარცხენა მცველი. ილია ფუტკარაია, შუა ნახევარმცველი. ლაზარე ცერცვაძე, მარცხენა ნახევარმცველი. დავით ჯანიაშვილი, მარჯვენა ნახევარმცველი. ანდრია მელიქიძე, თავდამსხმელი. პაატა გოგიშვილი, ასევე თავდამსხმელი. სათადარიგო შემადგენლობა შემდეგნაირია. მეკარე საბა სამნიძე, მარჯვენა მცველი. მათე ლასურაშვილი. დავით ხუციშვილი, მარცხენა მცველი. მათე ბჟალავა, შუა ნახევარმცველი. ნიკოლო ცინცაძე, ცენტრალური ნახევარმცველი. ლაზარე მელქაძე, სოხოსიტაშვილი, მარცხენა ნახევარმცველი. მარჯვენა ნახევარმცველი და დავით შოშიტაშვილი, მარცხენა ნახევარმცველი. გამოკვეთილი თავდამსხმელი ლაზარე მელაშვილი. კი ბატონო, აი როგორც ხედავთ, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო შეხვედრა და ბურთან გახლავართ ინტერის ფეხბურთელები. კი ბატონო. აი ხედავთ თქვენ ახლა ბურთმა დატოვა თამაში შეიტანენ ინტერის მეტოქე გუნდი თბილისი დიღომი. კი ბატონო. აი თქვენ ხედავთ დიღომის ფეხბურთელებს წინ ძლიერად გადაგზავნეს ბურთი დიღომის მოთამაშეებმა. აი მოედნის ცენტრი ყვითლები დაეუფლნენ ბურთს ინტერის ფეხბურთელები. შეტევაზე არიან ახლა იქით აფთაზე, კარგი ცრუ მოძრაობები, შეიძლება დარტყმა და დაიბლოკა ეს დარტყმა ისევ შეტევის მეორე ფაზა. აი იქით კარგად იკებდნენ თბილისელები, თუმცა აი ორივე თბილისელები არიან რა თქმა უნდა თბილისის ინტერი ყვითელ ფორმაში თამაშობს და წითელ მაისურებში გახავენ დიღომის ფეხბურთელები. იახ განაახეს თამაში. დიღომის ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრი აი გუგდა კონსეკვენცია და ჯარიმა. იახ აი როგორც ხედავ საჭმა. დააჯარიმა. ინტერის ფეხბურთელი თავარი მსაჯი გეტყვით რომ ლევან შავიშვილი. კი ბატონო, ეს სტანდარტი. პირველი სტანდარტი შეხვედრაში მოედნის ცენტრია გუგდი. კი ბატონო. ხედავ თქვენს ეკრანებზე მოკლე გამორგენი დარტყმა კარის მიმართულებით და წინვალედ ახლა ითამაშა ინტერის გუნდის კაპიტანმა მეორე მოძრაობის ცდილობდა ბურთის დაუფლებას, თუმცა ბურთმა დატოვა პირითი ხაზი. დიახ ანდრიან ძინარაშვილი, გუნდის კაპიტანი, კარგი იყო ამ ეპიზოდში. მოედნის ცენტრი, კი ბატონო, აი ისევ თბილისელები ბურთთან. აი ისინი გახლავან ზუსტად რომ ბურთთან. კი ბატონო, მოედნის შუა დაეუფლნენ წითლები ბურთს. აი კარგი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა ახლა ერთი მეორე, თუმცა ინტერი კარგია შეტევაზე. კი ბატონო, გრძელდება შეხვედრა თქვენს ეკრანებზე 0-0 ტეტელაევის YouTube არხზე მარცხენა მაღალ კუთხეში. ნულები აუტიდან ბურთი შეიტანეს ინტერის ფეხბურთელებმა. კარგად თამაშობენ დაცვაში დიღომის ფეხბურთელები, თუმცა უნდა დაეუფლნენ ბურთს ინტერის ფეხბურთელები. აი ისევ თავიანთ ნახევარზე აგურავებენ ბურთს დიღომის ფეხბურთელები, თუმცა იქ კარგია რა თქმა უნდა ინტერი. კი ბატონო, აი ერთი ფეხბურთელი გამოიწვია დიღომის ფეხბურთელმა, თუმცა ისევ ინტერი, დიახ, აწვება. ინტერი კარგად მე-9 ნომერი ახლა. შორი მანჯულებს წინვალე, თუმცა კიპერი ამირან უგრეხელიძე წინვალე იყო ამ ეპიზოდში. ოჩა კუთხური ხელაძე ანდრია ცენტრალური ნახევარმცველი გახდა ახლა რამდენიმე
ამის წინ აი გააჩა მეტოქის კარში და კუთხური შედეგად ჩაწოდება მაღალი სახიფათო ეპიზოდი თუმცა დაეუფლა ბუწყნარად თვითონ ამირან უგრეხელიძე კი ბატონო და აი უკვე აქეთ ხუთი აი შენთან ახლოს მაღალ პრესინგს ეთამაშება ახლა თბილისის ინტერი როგორც ხედავთ დიახ შემარხებით გამოვიდა ინტერი მოედანზე და აი ზოლა ახლა იბძიან ყვითელ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები მშვენივრად თუმცა დაკარგეს კი ბატონო აი ბურთისთვის ბრძოლა ბურთი დარჩა ყვითელ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები თუმცა დაცვაში შესანიშნავია ინტერის ფეხბურთელი და ბურთი გადაარღვევა აუტზე გვერდითი ხაზი გადაკვეთა ბურთმა და აუტიდან ბურთს შეიტანენ წითელ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები კი ბატონო აი ხედავთ თქვენს ეკრანებზე დიახ აღსანიშნავია რომ მარაკანაზე დღეს დაიწყო აი მშვიდობის თასი და დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ტურნირმა ხის განმავლობაში მთელი დღეა მიმდინარეობს შეხვედრები და მაყურებელი არაკლია შეხვედრებს რაც ძალიან მისასალმებელია დიახ ტრადიციული ტურნირია როგორც იცით თქვენ გაქვთ ინფორმაცია TT-Live-ის YouTube არხიდან და აი იმართება ეს ტურნირი ყოველ წელიწადს და უფრო საინტერესო და დრამატულია. კი ბატონო, დაუბრუნდეთ მთლიანად ჩავერთოთ შეხვედრაში მოედნის ცენტრი. აი ინტერი ბურთთან. კარგი გადმოტანა ბურთის აქეთ, თუმცა არ გავიდა ეს გადაცემა მოედნის შუა, აი ხედავთ თქვენს ეკრანებზე. წითელ ფორმაში გამოწყობილი შეხვედრები. იქით მარჯვენა ფრთაზე აი დაიბლოკა ეს დარტყმა ოჩახ დაცვაში ინტერი ბრწყინვალეა. დიახ, კუთხური მარჯვენა ფრთიდან სტანდარტი. კი ბატონო, აი ბურთთან გახლავთ პატარა ბიჭუნა, აი დიახ დაუშვოთ ანაგუნდეს ბურთი და კუთხურ ჩააწვდიან თბილისის დიღომის ფეხბურთელები. კი ბატონო აი ემზადება ფეხბურთელი ჩაწოდება მაღალი და არაფერი მოყოლია ამ კუთხურს ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი აი გადაკვეთა ბურთმა როგორც მოგახსენებთ მოედნის გვერდითი ხაზი და აუტიდან შედეგად შეიტანენ ინტერის ფეხბურთელები შეიტანეს წინ გადაცემა ზუსტი გამოდგა ეს გადაცემა ნომერი 33 დაეუფლა ბურთშენივრად კაკალაშვილი თორნიკე მარცხენა ძველი ბურთმა ამჯერადაც დატოვა მოედნის ფარგლები. ისევ აუდი, აქეთ ჩვენთან ახლოს ერთი გადავიდა აუტზე. აი 33 ნომერი. არა, დაუშვი. და ჩააწოდეს თვითი აუტიდან ენუქიძე გიოქი. თან მოკლე გადაცემა, თუმცა არაზეში და თან უკვე წითლები დაკარგეს ბურთი უმან. დიღომის ფეხბურთელებმა აი პირველ ბურთზე კარგად თამაშობენ ინტერის ფეხბურთელები, აი ხედავთ ორ ნომერს ჩვენივრად ფლობდა ბურთს და ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები. ხელაძე ანდრია იყო იმ ეპიზოდში თქვენს ეკრანებზე დარტყმა კარიდან უგრეხელიძე ამირანი ბურთთან. კი ბატონო, წინ ძლიერად გადაგზავნა ბურთი მოედნის ცენტრში, ზუსტი გადაცემა და უბრალოდ აუტზე გადააგდეს ბურთი ახლა. ინტერის ფეხბურთელებმა აუტიდან გააქცია. დიღომის ფეხბურთელები ჩამოაყენეს. ის რომ ამჯერად კუთხურს მორიც სტანდარტ მარჯვენიდან ჩააწვდიან დიღომის ფეხბურთელები. კი ბატონო, აი გაათამაშეს ბურთი უკვე. მოკლე გადაცემები ჩააგდო. მეტოქის საჯარიმოში ბურთი ახლა დიღომის ფეხბურთელმა, თუმცა დაცვა გაუვალია ინტერის. კი ბატონო, ნომერი 3 ბალაბანოვი თომა ცენტრალური მცველი ბრწყინვალე იყო ამ ეპიზოდში. კუთხური ჩაწოდება მაღალი და არაფერი დაეუფლნენ ბურთს წითელ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები, თუმცა იქ ვინაცალა მას არც არავინ. აი ასე მოიგერია ბურთი აუტზე ინტერის მცველმა. გრძელდება შეხვედრა აუტიდან აი ჩააწოდეს ბურთი დიღომის ფეხბურთელებმა. ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში, თუმცა იქ დაცვაში კარგად გაისარჯა ინტერის ფეხბურთელი. მარჯვენა ფრთიდან
აუტი, გამოაჩერეს ხუთი. კარგი, ზუსტი გადაცემა, თუმცა ვარდნი ინტერის ფეხბურთელმა ბურთი გადააგდო. აუწე, კი ბატონო. ლომიძე თემო მარჯვენა შემტევი. კი ბატონო, აი სწორედ რომ მან გადააგდო ბურთი. აუწე, გრძელდება შეხვედრა. ნულები კიდევ ერთხელ აღსანიშნავია, რომ ჩვენს ეკრანებზე დეტე ლაივი YouTube არხი რა თქმა უნდა დეტე ლაივისა ჩვენს ხედავთ. ნულებს, კი ბატონო, აუტიდან ჩააწოდეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა, იქ ვერ მიიღო მეორე ნომერმა ბურთი და შედეგად გაიკარგა. ბურთი ხელაძე ანდრია გახდა ეს ფეხბურთელი. კიდევ ერთხელ აუტი. კი ბატონო და ამჯერად აი ხედავთ თქვენ რომ დიღომის ფეხბურთელები ბურთთან ჩააწოდეს ბურთი აუტიდან. კარგად მიიღო ახლა მისმა თანაგუნდელმა, აი ბრძოლა ბურთისთვის წითლები არიან ბურთთან, აი ხედავთ ზუსტად მოედნის ცენტრს. კი ბატონო, კარგი მოკლე გადაცემები, ნახევარდაცვაში კარგია ინტერი და არჩევს წითლებს ბურთი. კონჩეტევა ნომერი 9 რა კარგი იყო. ახაძე გიორგი გამოკვეთილი ფორვარდია ეს. ცხრიანი, კი ბატონო, ისევ შეტევის მეორე ფაზა ახლა. თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე ძირფასო, აი ბატონებო და ბატონებო გრძელდება შეხვედრა წითლები ახლა. ბურთთან და რა თქმა უნდა ბურთმა დატოვა მოედნის ვერტიკი ფაზი აუდიდან შეაწყვია ინტერის ფეხბურთელები. კი ბატონო. აუდა. გატარი მეცნიერი ლომიძე თემა ერთი შესაძლებლად აუდა. ეძებს ახლა ბურთისთვის ბრძოლა იქ კარგად მიმდინარეობს და დაგარგეს იქნება ბურთი. კონტრიერიში, აი კარგი ჩრემოძრაობა, კარგი ფინტი, კარგი მშვენიერი, თუმცა მიუსრო თანაგუნდელმა. შეიძლება ჩაწოდება და დაცვაში კარგია ამ ეპიზოდში. იღონი უმალ დაკარგეს ბურთი დარტყმა და მშვენიერი ყოჩა. თუმცა აქ და ეს დარტყმა მიზანს დარტყმა კარიდან იქნება. ძირფასო მაყურებლებო, დიახ, ორი ნომერი უკამდა შორი მანძილიდან ანდრია ხელაძე, თუმცა მიღწევა ბურთი აცდა. ყველას და დარტყმა კარიდან, როგორც მოგახსენეთ. კი ბატონო, უგრეხელიძე ამირანი, აი. თუმცა იქ მისი თანაგუნდელი გატარი რომ შეიტანოს ნახოს, ახლა მივიდეთ მოვლენით, კი ბატონო. დიახ, თანაგუნდელი. და შეიტანა თამაში, თუმცა იქ პირველ ბურთზე კარგია. ინტერი, აი, თუმცა 10 ნომერი ახლა ართიანი რა კარგად იბრძოდა იმ მონაკვეთში. ფეიფრიშვილი, ლუკა, დიახ, აი შეცვლაზე შესული, აი შევიდნენ შეცვლაზე. შემადგენლობა, კი ბატონო, აი, იქით მარცხენა ფრთაზე უტევენ ახლა ინტერის ფეხბურთელები და ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები. კი ბატონო, ბანჯელაძე საბა მარჯვენა შემტევი, აი ხედავთ თქვენს ეკრანებზე 50 ნომერი, კი ბატონო. ფეიფრიშვილი ლუკა ცენტრალური ნახევარმცველი ნომერი 10 შევიდა მოედანზე. დიახ და დარტყმა კარიდან, კი ბატონო. წინ გადაცემა მოედნის ცენტრი გრძელდება. ინტერის იერიში შუაში უტევენ ახლა აქეთ მარჯვენა ფრთაზე 50 ნომერი ბანძელაძე საბა მოკლე ზუსტი გადაცემა გათამაშეს კვადრატი აი ბრწყინვალედ მიიღო ახლა ოჩახ გრძელდება ინტერის შეტევა თუმცა არჩევს ახლა ბურთი იღომის ფეხბურთელებმა უმალ დაკარგეს წითლებმა ბურთი კარგი ფინტები კარგი ცრუ მოძრაობები ახლა ბრწყინვალე ხო ფეიქრიშვილი ლუკა რა კარგი იყო ამ ეპიზოდში ოჩახ კარგ ტექნიკას ფლობს ეს 10-იანი როგორ ჩანს მარცხენა ფლანგზე არიან შეტევაზე ახლა იღომის ფეხბურთელები თუმცა იქ აჯობეს ინტერის ფეხბურთელებმა ისინი ფლობენ 30 ნომერი კი ბატონო აი ალექსანდრე ჟღენტიც შევიდა მოედანზე ნახევარმცველი 30 ნომერი კი ბატონო აი კიდევ ერთხელ შეიცვალა შეიძლება ითქვას სულად ინტერის შემადგენლობა თქვენ იცით რომ გადარიცხი ისმენ ეს ფეხბურთელები და აი როგორც ხედავთ მოედანზე არიან გეტყვით რომ თითო ტაიმი 25 წუთში ადგილს მეორე ტაიმის 30 და აი ჯამში რა თქმა უნდა 50 წუთიანია ეს შეხვედრა აუტიდან ბურთი ჩააწოდეს ინტერის ფეხბურთელებმა ყვითელ ფორმაში გამოწყობილურნა და აი დაკარგეს მათ ბურთი წითლები თუმცა იქ აწვება ახლა კარგად ახლოს ჭიდროთ ეთამაშება 30 ნომერი
ალექსანდრე ჟღენტი ახლა მეტოქეს და შედეგად დაეუფნენ ბურთს. აი არიან ისინი. აი კარგი ფინტი, კარგი ტექნიკური მოძრაობით ახლა მოატყუა მეტოქე, რა კარგია 50 ნომერი. ბანძელაძე, საბა და როგორც ხედავთ მეტოქის საჯარიმოში მიდის. ძირითადად შეხვედრა სათამაშო უპირატესობას ფლობს რაღაც უნდა თბილისის ინტერი და აი ხედავთ თქვენს ეკრანებზე რომ აქტიურობს უფრო მეტად ინტერი. კარგი ცრუ მოძრაობა ახლა ნომერი 10 როგორც მოგახსენეთ ეს ბიჭი წინვალია ხო ფეიქრიშვილი ლუკა. კი ბატონო თუმცა დაიკარგა ბურთი. მარჯვენა ფრთაზე შეტევაზე არიან გიღომის ფეხბურთელები და იქ რა არაფერი მეკარე შიდა წყნარად ანდრიან ძინარაშვილი დაეუფლა ბურთს და ზუსტი გადაცემა ბანძელაძეზე. კი ბატონო მოედნის ცენტრი ბურთთან უკვე წითელ ფორმაში გამოწყობილები თუმცა უმალ დაკარგეს მათ არა აი ისევ წითლები ბურთთან გიღომის ფეხბურთელები აი ხედავთ თქვენს ეკრანებზე ერთი კარგი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა მეურვე ახლა გიღომის ფეხბურთელმა და რა ის რომ დაკარგეს ბურთი წითლებმა. აი კარგი ბურთის ფლობა ახლა კარგი ტექნიკა და კარგი გადაცემა მოკლე გადაცემა ფინტები ახლა ერთი მეორე მარცხენა ფრთაზე რა კარგად ცდილობს ახლა 25 ნომერი ხო ბლიაძე დემეტრე და გიღომმა გაუშვა ბურთი აუძე ყოჩა აი შეცვლებით რა კარგი ფეხბურთელები არიან შეცვლა აი ფლიანად შეიცვალა გირფასო ტეტელაევის მაყურებლებო გიღომის შემადგენლობა მე გაგაცანით თამაშის სტარტზე მათი რა თქმა უნდა შემადგენლობა როგორც ძირითადი ასევე საჩაგარიგო ფეხბურთელები. კი ბატონო აუტიდან ჩამოაწოდეთ ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა დაიწვია ახლა სენსორნეტიკა კიდევ ერთხელ ბურთმა დატოვა მოედნის მარგრები კიდევ ერთი აუტი. კი ბატონო ჩამოაწოდეთ ბურთი აუტიდან და რა ის რომ ბურთმა დატოვა მოედნის პირიქი ხაზი ბურთს თამაში შეიტანენ გიღომის ფეხბურთელები უგრეხელიძე ამირანი იქე გაუთამაშოთ თავისიან არა ეს ჩაჭრა რაღაც თქონდა 50 ნომერი ბანძელაძე საბა მარჯვენა შემტევი ხო რა კარგი ბიჭუნა და ბურთმა დატოვა როგორც არის მოედნის ფარგლები აუტი გამოაწოდეთ ბურთი აუტიდან წითლებმა გიღომის ფეხბურთელებმა კი ბატონო ისევ აუტი ამჯერად ინტერი გამოაწოდეთ ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა არ გაქრეს 30 ნომერი ალექსანდრე ჭრენტი რა დიახ არა აუტი ანიშნეთ საჯი აუტიდან ჩააწოდეს ბურთი გიღომის ფეხბურთელებმა ისევ აუტი კი ბატონო ამჯერად ინტერი ჩააწვდით ჩემთან ახლოს აქვე ბურთს აუტიდან ჩაწოდება ჩამოაწოდა ბურთი ფეიქრიშვილმა კი ბატონო ისევ ინტერი აწვება ახლა რა თქმა უნდა აუტი მე-18 ნომერმა ჩამოაწოდა ბურთი აუტიდან სვანიძე ანდრია ცენტრალური ნახევარმცველი აი ეს ფეხბურთელი შეცვლაზე შევიდა მოედანზე როგორც მოგახსენეთ როგორც ერთი ისე მეორე გუნდში განხორციელდა არაერთი რა თქმა უნდა მედიხარი შეცვლა და გრძელდება ახლა ბურთთან არიან ინტერის ფეხბურთელები აი მოედნის ცენტრი კი ბატონო აქეთ გაშალეს კარგად შეტევა ინტერის ფეხბურთელებმა თუმცა მოედნის ცენტრი დაკარგეს მათ ბურთი კი ბატონო აი მოედნის ცენტრი ცენტრი მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს ბურთი და იქ ვერ გაცდა ახლა 82 ნომერს მეიშვილი ჯეკო კი ბატონო ეს ფეხბურთელი შეცვლაზე შევიდა და ნახევარმცველია ეს ფეხბურთელი ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი აუტიდან შეიტანენ გიღომის ფეხბურთელები შეიტანეს თავი თამაშობენ გიღომის ფეხბურთელები თუმცა დაკარგეს მათ მოედნის ცენტრი ფეიქრიშვილი კი ბატონო უკან გადაცემა და ძირში გადაცემა აქეთ 50 ნომერმა მიიღო საბა ბანძელაძე აქვს მასივცე დიახ ორი ფეხბურთელი ეთამაშება კარგი ცრუ მოძრაობები თუმცა დაკარგა ახლა ბანძელაძემ ბურთი და შედეგად უკვე წითლები არიან ბურთთან თუმცა უმალ დაკარგეს ახლა გიღომის ფეხბურთელებმა ბურთი კი ბატონო გრძელდება შეხვედრა ბურთის ბრძოლა წითლები ბურთთან დიახ აი მოაწვა მეურვე თუმცა გადაცემა არაზუსტი გამოვიდა ისევ ინტერი დიახ 25 ნომერი ბლიაძე კი ბატონო
კარგი ცრუ მოძრაობა ახლა, აი ხედავთ თქვენს ეკრანებზე, სამი ფეხბურთელი ერთბაშად ეთამაშებოდა ახლა. ინტერის ფეხბურთელი და აი უკვე მარჯვენა ფლანგზე შეტევაზე არიან ახლა დიღომის ფეხბურთელები. ჩაწოდება დაბალი მეტოქის აჯარიმოში და დაცვაში რა კაია ინტერი. კონჩეტევა მარცხენა ფრთაზე. სწრაფად ახლა მიიწევა ინტერის ფეხბურთელი წინ. აჩქარდა ახლა კარგად ის 25 ნომერი გლიაძე დემეტრე და აუტიდან ჩააწოდეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა. ჩაწოდება და მეკარე დაეუფლა წნარად ჩიდა ბურთს. ამირან უგრეხელიძე უგრეხელიძე ბატონო ისე დაათამაშეს ბურთი. დიღომის ფეხბურთელებმა და დატოვა ბურთი. გოლი! არა, არ ჩაითვალა 29 ნომერმა. შეაგდო ბურთი ალექსანდრე ჟვენცმა, თუმცა არ ჩათვალეს ეს გოლი. და აი შეხედავთ ახლა დიღომი შეიტანა მან ბურთი თამაში. მაღალ პრესინგს ეთამაშება ახლა ინტერი. ბატონო 30 ნომერი რა კაია ალექსანდრე ჟღენტი. ბოლომდე იბრძოლა ახლა ინტერმა და შეინარჩუნა ბურთი. ბატონო როგორც მოგახსენეთ სათამაშო უპირატესობას ფლობს თბილისის ინტერი, თუმცა შეხვედრაში ანგარიში არ გახსნილა. ბატონო ხედავთ თქვენ ახლა რა საკითხათო ეპიზოდი გახდა და გადარჩა ამ მომენტში ახლა დიღომი. ბატონო დაეუფლა ბურთს. კიპერი დაეუფლა ბურთს და აი ხედავთ ახლა თქვენ ფლობს ბურთს დიღომი. გრძელდება ინტერის შეტევა დაკარგეს დიღომის ფეხბურთელებმა ბურთი. 92 ნომერი მეიშვილი ჯეკო. საინტერესო კარგი ფეხბურთელია ეს ფეხბურთელი. ბატონო დაკარგეს ახლა ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა, თუმცა გრძელდება შეხვედრა და აი ბურთისთვის ბრძოლა მიდის იქითა ფლანგზე. აი კარგად მოიგერია ბურთი ახლა ფეხით. დაცვამ ახლა დიღომის და აწვება იქვე ინტერი და შედეგად დაეუფლნენ ბურთს. ბატონო აი დაცვაში კარგად იდგას ახლა დიღომი ინტერ. გრძელდება როგორც გითხარით ძირითადად მატჩი მიმდინარეობს დიღომის ნახევარზე. კარგი ცრუ მოძრაობა, კარგი პასი, შეიძლება დარტყმა და არის გაიხსნა შეხვედრაში ანგარიში 50 ნომერი საბა ბანძელაძე მარჯვენა შემტევი დიახ სწორედ რომ ამ ფეხბურთელმა გახსნა შეხვედრაში ანგარიში 1-0 დაწინაურდა თბილისის ინტერი. ბურთ თამაში შეიტანენ დიღომის ფეხბურთელები მოედნის ცენტრიდან. ბატონო დიახ მე როგორც მოგახსენეთ აი შეიტანეს ბურთი თამაში წითლებმა. მე როგორც მოგახსენეთ უტევდა ინტერი და შედეგად გოლით გარდაუვალი გახდა და დაწინაურდნენ შეხვედრაში როგორც გითხარით 1-0. ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი. ბურთს შეხვედრაში შეიტანენ დიღომის ფეხბურთელები. აი კიპერს ხედავთ თქვენს ეკრანებზე ამირან უგრეხელიძე გათამაშეს ბურთი დიღმელებმა. ბატონო თუმცა დაკარგეს მათ ბურთი. აი ისევ წითლები ხედავთ თქვენს ეკრანებზე ძვირფასო ალბატონებო და ბატონებო მოედნის ცენტრი. ბატონო ისევ ინტერი არ ჩერდება რაღაც თქმა უნდა დარტყმა და აცდა ახლა მიზანს ეს დარტყმა და თუმცა ხდება რაღაც თქმა უნდა ინტერს დარტყმა კარიდა. აი კიპერს ხედავთ თქვენს ეკრანებზე ამირან უგრეხელიძე მან შეიტანა სწორედ რომ ბურთი თამაში ახლობ ჭიდროთ ეთამაშება მაღალ პრესინგს ახლა დარტყმა კარში და მოიგერია ბურთი ახლა მეკარემ კარგად. ბატონო ისევ შეტევის მორიგი ხაზა და დასრულდა ძვირფასო მაყურებლებო თამაშის პირველი ტაიმი. შევისვენოთ ფეხბურთელებთან ერთად შეგახსენებთ რომ ინტერი თბილისი დიღომი თბილისი 1-0 თამაშს იგებს ინტერი. დროები Ito.
მე-18 ნომრით ითამაშებს, აი თამაშობს უკვე ეს მეკარე და გუნდის კაპიტანია უკვე ეს გოლკიპერი. კი ბატონო, ძალიან კარგი კიპერი ყავს ორივე თბილისის ინტერს. გრძელდება შეხვედრა და ბურთისთვის ბრძოლა. შეიძლება იქ დარტყმა და არის მატჩის მეორე ტაიმის სტარტზევე სოლიდური გახადეს ახლა ინტერის ფეხბურთელებმა ანგარიში. კი ბატონო, აი როგორ აღნიშნეს ყოჩა ინტერის ფეხბურთელებმა გოლი. კი ბატონო, კარგი ბიჭუნები, მშვენიერი, წინვალი 22 ნომერი გატანილი გოლის ავტორი. კი ბატონო, მეპურიშვილი ერეკლე. მარჯვენა შემტევი ბურთი თამაში შეიტანეს გიღომის ფეხბურთელებმა. რაღაც განსაკუთრებულად აღნიშნეს გატანილი გოლი თბილისის ინტერის ფეხბურთელებმა. გრძელდება იქ საფლანგზე შეხვედრა წიფასო ალბატონებო და ბატონებო ეტელაევის მაყურებლებო. გრძელდება შეხვედრა მოედნის ცენტრი. ისე ინტერი კი ბატონო კალანდაძე გიორგი წინ გადაგზავნა გოლკიპერმა ბურთი. როგორც ხედავთ ზუსტი გამოდგა ეს გადაცემა. კი ბატონო და აი გატანილი ნომერი 2 აი ხედავთ ჩვენ. რა თქმა უნდა 22 ნომერმა დაიტანა გოლი. მეორე ნომერი ამ ეპიზოდში ძალიან კარგი იყო. ლევან შავიშვილი რეფერი ამ შეხვედრის დარტყმა კარიდან. კი ბატონო გიორგი კალანდაძე ინტერი არის გარაჟი თქვენს ეკრანებზე, თუმცა მე-6 ნომერმა შეიტანა ბურთი თამაში თემო ლომიძე. მოედნის ცენტრი ზუსტად გატანილი გოლის ავტორი ეფექტურად წინვალე თამაშობდა ამ ეპიზოდში და აიძულეს ახლა მეტოქე გადაეგდო ბურთი აუძე და აი უტევდნენ კარგად ახლა მარცხენა ფლანგზე თბილისის ინტერის ფეხბურთელები და აი როგორ გითხარით ბურთმა გადავა მოედნის გვერდითი ხაზი და აუტიდან შედეგად შეიტანენ ბურთს თამაში. თბილისის ინტერის ფეხბურთელები ნომერი 6 შეიტანს ბურთს თამაში ლომიძე შეიტანა. კარგი, ზუსტი გადაცემა, კარგად მანევრირებს ახლა მე-9 ნომერი. კახაძე გიორგი, გამოკვეთილი ფორვარდი, ხო რა, კარგი იყო იმ ეპიზოდში. აი მეკარემდე მივიდა ბურთი მოედნის ცენტრიდან, მეკარემ წინ გადაგზავნა ბურთი ბატონო გიორგი კალანდაძე. დიახ, ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. ბურთი აუძეა, კი ბატონო. ანგარიშს შეგახსენებთ 2-0 თქვენს ეკრანებზე. ინტერი თბილისი, გიღომი თბილისი. შვიდად წყნარად დალაგებულად დააგროვებულად თბილისის ინტერი ამახსებს თბილისის გიღომს. ანგარიშია 2-0 შეტევაზე ახლა იყვნენ ინტერის. აი ხედავთ ახლა თქვენ შეტევაზე ინტერის ფეხბურთელები მარჯვენა ფლანგზე, თუმცა ბურთმა დატოვა იქ მოედნის გვერდითი ხაზი გადაკეთა ბურთმა და აუტიდან შეიტანენ ბურთს თამაში ინტერის ფეხბურთელები შეიტანეს. აი ხედავთ კარგი ცრუ მოძრაობა ახლა იქვე 2 გააქვავა 2 მეურვე და კარგი ტექნიკას ფლობს ახლა ეს ფეხბურთელი მოედნის შუაშია უკვე ბურთი და აწვება იქა. რა თქმა უნდა ინტერი მაღალ პრესინგს ეთამაშება, ხო? ხედავთ ახლა თქვენს ეკრანებზე. არ ჩერდება როგორც გითხარით ინტერი და კიდე დაგეშილი არიან ასე ვთქვათ გოლებზე დღეს ინტერის ფეხბურთელები, რაც ძალიან სასიამოვნოა და მე გულითადად მივესალმები. ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი, აუტიდან ბურთს შეიტანენ გიღომის ფეხბურთელები, შეიტანეს ბურთს თამაში. კარგად თამაშობენ ნახევარ დაცვაში ინტერის ფეხბურთელები თავით კი ბატონო, თუმცა წითლები არიან ბურთთან, როგორც ხედავთ. დიახ. კარგია ინტერი და დაეუფლნენ ბურთს. ზონები გადაუკეთეს, ასე ვთქვათ, ინტერის ფეხბურთელებმა ახლა მოედნის ცენტრი და ვერ ამოდიან თავიანთ საჯარიმოდან გიღომის ფეხბურთელები. აი მე-9 ნომერი ინტერის რა კარგი იყო ამ ეპიზოდში. კახაძე აქეთ გადმოვიტანეს ბურთი მარცხენა ფლანგზე, თუმცა ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. აუტიდან ბურთს შეიტანს ლომიძე თემო ინტერის ფეხბურთელები. მოძებნა თავისი პარტნიორი ისე ლომიძე. კარგი ცრუ მოძრაობები გადააგდო ახლა აი ასე როგორც თქვენ ნახეთ თქვენს ეკრანებზე გიღომის ფეხბურთელმა აუძე მოიშორა ბურთი რა თქმა უნდა
აუტიდან ისე ლომიძე ჩააგდეს ბურთს. ეძებს თავისუფალ პარტნიორს მონახა ბატონო ნომერი 2-ის მისამართი ეცდებოდა გადაცემა, თუმცა ბურთმა დატოვა მოედნის პირიქი ხაზი. 4 მარცხენა ფრთიდან ბატონო. აი ჩვენ ხედავთ ჩვენს ეკრანზე. ბატონო დაბალი ჩაწოდება და რა იქ რა მოყვება რამე შედეგი დარტყმა და არის 22 ნომერი დუბლის ავტორი კი ბატონო ერეკლე მებურიშვილი შემტევია აი კიდე აღნიშნავს აი უყურეთ რა კარგია ხო რა კარგი ბიჭუნაა ეს ხო რა კარგი ფეხბურთელები თამაშობენ ინტერის შემადგენლობაში 3-0 ძვირფასო ხალბატონებო და ბატონებო კი ბატონო ძალიან გამოირჩევა ეს ფეხბურთელი რაღაცა ალღო აქვს რო იტყვიან გოლების გატანის რა თქმა უნდა მეტოქის კარში კი ბატონო და განსაკუთრებული გოლის აღნიშვნა აქვს ამ ფეხბურთელს და თქვენს ეკრანებზე ნახეთ ეს ეპიზოდი კი ბატონო 3-0 დიდი ანგარიშით შეიძლება ითქვას რომ ანადგურებს ინტერი თავის მეტოქეს და ღირსეულად იგებს შეხვედრას კი ბატონო პაუზა შეხვედრაში პაუზა როგორც ხედავთ თქვენს ეკრანებზე ლევან შავიშვილმა ისა ნიშანი და განახდა შეხვედრა გაჭმა რა თქმა უნდა კი ბატონო 3 ნომერი რა კაია ამ ეპიზოდში ბალაბანოვი თომა ცენტრში კარგად არადგას ეს ძველი ისევ მორიგი ფაზა ახლა ინტერის შესრულები თუმცა აი კონჩეტევა მიიღეს ახლა ეთელ ფორმაში გამოწყობილება კარგი 8 ნომერი რა კარგი ფინტებს ფლობს ეს ფეხბურთელი ხო თუმცა ისევ მოიპოვეს ბურთი დაუფლენ ბურთს ინტერის ფეხბურთელები შეტევაზე არიან ახლა მოედნის ცენტრი კი ბატონო აი ისევ ინტერი რა თქმა უნდა ინტერი სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობს როგორც სათამაშო ისე ანგარიში იქით ზუსტი გადაცემა შეიძლება დარტყმა და მეოთხე გოლს გადაურჩა ახლა დიღომი დარტყმა კარიდან გულ თამაში შეიტანს კი ბატონო ამირან უგრეხელიძე კიპერი დიღომის კი ბატონო მე გითხარით რომ თავიდანვე მოგებაზე დაგეშილი ასე ვთქვათ აი გამოვიდა თბილისის ინტერი და აი შედეგად თქვენ ხედავთ რომ დიდი ანგარიში გამარჯვებს მეტოქეს განახდა შეხვედრა წითლებში წითელ ფორმაში გამოწყობილები იყვნენ ახლა თუმცა იქ დაცვაში რა კარგია ინტერი ხუთი დაუწევს ინტერის ფეხბურთელებმა აუტიდან ბურთს ჩააგდიან გამოაწოდეს ისე იღომის ფეხბურთელებმა უთან პირველია ინტერი ძველი და ბურთი გადააუწევს მორიგი აუწევს ბურთის ფლობა თუმცა დაკარგეს მარტო კი ბატონო მორიგჯერ გადავიდა ბურთი აუწევს ამჯერად აი იღომის უთან ისინი ჩააგდიან ბურთს აუწევს იშვიათ შეტევა ახლა იღომის შესრულებით ბატონო კარგი მოძრაობები თუმცა ინტერის ფეხბურთელები დაეუფლნენ ბურთს და დაკარგეს ამ ეპიზოდში ბურთი მოედნის ცენტრი თქვენს ეკრანებზე კარგი მოძრაობა მარცხენა ფლანგი ჩაერთო საქმეში კარგად გასა ერთმეურვეს და რა კარგია მესამე ნომერი ხო ბალაბანოვი თომა ცენტრალური მცველი წინვალე იყო ამ მომენტში კი ბატონო და 4 მარცხენა ფრთიდან ბურთს ჩააგდიან 4-დან იღომის ფეხბურთელები კი ბატონო ჩაწოდება მაღალი კარგად ასია ბურთი დარტყმა და არის დიახ შეამცირეს ანგარიში შეხვედრა დიახ ბატონო 3-1 მოედნის ცენტრიდან თამაშს განაახლებენ თბილისის ინტერის ფეხბურთელები კი ბატონო 3-1 დამაჯერებლად შეიძლება ითქვას ამაცხებს ინტერი თბილისი იღომის თბილისი კი ბატონო ძელდი შეხვედრა ისევ წითლები კი ბატონო დაეუფლნენ ბურთს წითლები მარცხენა ფლანგზე არიან ისინი შეტევაზე კარგად გაშალეს ახლა
მოკლე გადაცემით აი ცდილობდნენ ახლა გააზრებით შეტევას კი ბატონო არიჩქარებე რა თქმა უნდა ინტერის მეკუთელები კუთხური ნომერი 6 მიემართება წყნარად შვიდად ბურთისკენ გაისწორა ბურთი თემო ლომიძემ კი ბატონო მარცხენა ფრთიდან როგორც ვიქარი ძალიან კუთხურიდან კარგი ჩაწოდება მაღალი თუმცა დარტყმა კარიდან არაზუსტი გამოდგა ეს დარტყმა და ბურთს თამაში შეიტანს იღომის კიპერი ამირან უგრეხელიძე კი ბატონო ორბურთიანი უპირატესობა გააჩნია თბილისის ინტერს 3-1 თქვენს ეკრანებზე რა თქმა უნდა ტეტე ლაივის პირდაპირ რეპორტაჟზე მარცხენა მაღალ კუთხეში კი ბატონო გრძელდება შეხედრა ინტერი მოედნის ცენტრში იქ კარგი ზუსტი გადაცემა ნებურიშვილზე და შეტევაში დაკარგეს ბურთი ახლა ინტერის მეკუთელები არაფერი წამოდგება გატანილი გოლის ავტორი დუბლის რა თქმა უნდა შემსრულებელი ასე ვთქვათ და აუტიდან ბურთი ჩამოაწოდეს იღომის ფეხბურთელებმა ბრძოლა ბურთისთვის თავი თამაშობს იღომის ფეხბურთელი კარგად თუმცა იქ იმისამართო გადაცემა და ნომერი 6 ლომიძე და დარჩა თამაში კი ბატონო შეტევაზე არიან იღომის ფეხბურთელები დათვაში რა კარგია ბალაბანოვი დიახ აი 22 ნომერი ნებურიშვილი მარცხენა თაზე მიიწეოდა წინ თუმცა გადაცემა არაზუსტი გამოდგა კი ბატონო ახაძეზე მოედნის ცენტრი არაფერი გრძელდება საჯმა ბრძანა არაფერი არ მოხდარა და შედეგად აი მიდის თამაში კი ბატონო მოედნის ცენტრი აი ზუსტად მოედნის ცენტრშია ბურთი დიახ აი წითლები ბურთთან მეკარეს დაუგორეს ბურთი უგრეხელიძე წინ ძლიერად გადაგზავნა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან რა კარგი იყო ახლა დაცვაში თბილისის ინტერის ფეხბურთელი დაშავდა პირველ ბურთზე წინვალეთი თამაშა და ბურთი მოიშორა კი ბატონო მოედნის თარგლებს გარეთ გავიდა ერთ-ერთი დიახ აღმოუჩენენ დახმარებას არაფერი ისეთი განაგრძობ შეხვედრას კი ბატონო დიახ უნდა ითქვას რომ დღეს შვენიერი ამინდია თბილისში აი საღამოა და უნდა ითქვას რომ პროექტიან საფეხბურთო ამინდია დღეს მარაკანაზე ძალიან კარგ წინვალე სტადიონზე კი ბატონო პაუზა შეხვედრაში არცივა და ეს არის მთავარი გამთარში მოგეხსენებათ რომ ჯერ კიდევ იანვარია კი ბატონო აუცილებლად ჩააგდიან იღომის ფეხბურთელები მატჩი დასასრულისკენ წავიდა ვიხასოთ ბატონები და ბატონებო დიახ საჭიროა გადასცა ბურთს იღომის ფეხბურთელს კარგად გასაერთმევია თუმცა ეს მატჩი რა კარგია ხება ინტერი უთხური მორიგი უთხური იღომის შესრულებით მეათე ნომერი თამაშობდა იმ ეპიზოდში ძალიან კარგად კი ბატონო მეათე ნომერი ჰეიქლიშვილი კი ბატონო გრძელდება შეხვედრა მოედნის ცენტრის ზუსტად აი მოედნის ცენტრიდან ბურთი გადასცეს კიპერს უგრეხელიძემ კი წინ ძლიერად დაუშვა ბურთი და აგერ ხედავს რომ იმდენად ძლიერად რომ ბურთმა გადაწყვეტა მოედნის პირიქით ხაზი და უკვე ინტერის კიპერს ხედავს ჩვენს ეკრანებზე გიორგი კალანდაძე 91 თუმცა მისმა თანაგებელმა შეიტანა ბურთი თამაში 18 ნომერი კი ბატონო გრძელდება შეხვედრა სვანიძე ანდრია გახდა ფეხბურთელი შეცვლაზე შესული ცენტრალური ნახევარმცველი ბურთმა დატოვა მოედნის პირიქი ხაზი არიჩქარებს რა თქმა უნდა კალანდაძე გუნდის კიპერი ინტერის გიორგი კი ბატონო თუმცა აი ისევ თანაგუნდელმა შეიტანა ბურთი თამაში კი ბატონო სვანიძე ამჯერადაც კი ბატონო აი მოედნის ცენტრია ინტერი ბურთთან კარგი გადაცემა ნომერი 13 იგენაცვალე კარგია ეს ბიჭუნა სვანიძე ანდრია კი ბატონო გრძელდება შეხვედრა დაკარგეს ახლა წითლებმა ბურთი კონჩეტევა იღომის შესრულებით თუმცა ბურთმა დატოვა მოედნის თარგლები ბურთ თამაში შეიტანენ ინტერის ფეხბურთელები ამას გააკეთებს გიორგი კალანდაძე
მესამე ნომერი შეიტანს ბურთს თამაში. კი ბატონო. ბალაბანოვი თომა. დიახ, მესამე ნომერი. წინ ძლიერად გაუშვა ბურთი. მოედნის ცენტრი. კარგად მიიღო 30-ე ნომერმა ბურთი ალექსანდრე ჟღენტმა და ბურთი გადაიტანეს ინტერის ფეხბურთელებმა მარცხენა ფრთაზე, თუმცა ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები და 25 ნომერმა შეიტანა ბურთი თამაში დემეტრე ბლიაძე. კი ბატონო, ისევ ინტერი შეტევაში. ნეტოქის ნახევარზე არიან ინტერის ფეხბურთელები, კარგად ამოიტანეს ახლა დიღომის ფეხბურთელებმა თავიანთ საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი მოედნის ცენტრი, გადაკვეთეს მოედნის ცენტრი ახლა წითელ ფორმაში გამოწყობილებმა, თუმცა დაკარგეს მათ ბურთი კონჩეტევაზე არიან ახლა ინტერის ფეხბურთელები და ბურთმა დატოვა, აი გადაკვეთა მოედნის გვერდითი ხაზი აუტიდან ბურთი შეიტანა ინტერის ფეხბურთელები, შეიტანეს ბურთი აუტიდან. ისევ და ისევ ინტერი, თუმცა დაკარგეს ინტერის ფეხბურთელებმა ბურთი ბრძოლა იქ ბურთისთვის. კარგია ნახევარდაცვაში ახლა ინტერი, ერთი ცრუ მოძრაობით, ერთი მეურვე ჩამოიცელა ახლა დიღომის ფეხბურთელმა, თუმცა დაკარგეს წითლებმა ბურთი. კონჩეტევა, მოკლე გადაცემები, თუმცა არა, იქ დიახ, ჩაუდგა კორპუსი ახლა იქ ინტერის ფეხბურთელს, დიახ. და ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები დიღომის ფეხბურთელმა. დიახ, აი შეცვლები დიღომის გუნდის შემადგენლობაში, დიახ. არაერთი შეცვლა ახორციელდა ჩვენს ეკრანებზე. კი ბატონო, როგორც გითხარით, მატჩი წავიდა დასასრულისკენ, ანგარიშია 3-1. თბილისის ინტერი ამარცხებს დიღომს. შეცვლა. დიახ, ნომერი 6 შედის. ინტერის შემადგენლობაში ნომერი 6 ლომიძე, დიახ, ნომერი 8 აი ასევე ემიკიტი არის მოედანზე, როგორც ხედავთ ჩვენს ეკრანებზე და განახლდა შეხვედრა. მარცხენა ფლანგზე ვერ მიუსვა ახლა 25 ნომერმა ბლიაძე დემეტრემ და ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი. ბურთს თამაში დიღომის კიპერი ამირან უგრეხელიძე შეიტანა. თუმცა არა, იქ დაუტოვა სანაგუნდოს. დიახ. და შეიტანეს ბურთი თამაში წითლებმა, დაკარგეს მათ ბურთი მოედნის ცენტრი. უმალ დაექვნენ ბურთი დიღომის ფეხბურთელებმა, თუმცა იქვე დაკარგეს დიღომის ფეხბურთელებმა ბურთი. იქით აი ხედავთ ახლა ჩვენ აწვება ინტერი კარგად ახლა ახლო პრესინგზე თამაშება, მჭიდროდ ხედავთ ხო თქვენს ეკრანებზე, აი კარგი ინტერი ამ ეპიზოდში და დარტყმა კარიდან. კი ბატონო, ამირან უგრეხელიძე დიღომის კიპერი შეიტანს თამაში. არა, იქე ანაგუნდებს გაუქმებუთი. წინ ძლიერად გადაგდა. დიღომის კიპერმა და პირველ ბურთზე დაკარგია 18 ნომერი ინტერის. კი ბატონო, სვანიძე ანდრია იყო შესანიშნავი ამ ეპიზოდში. აუტი. დიახ, აი მეიშვილი გახლავთ ბურთთან. კი ბატონო, 88 ნომრის მოთამაშე. ჩაწოდა ბურთი, მიიღო კარგად 25 ნომერმა ბლიაძემ გაუთამაშეს ერთმანეთს ბურთი და აი ბურთთან აი ისევ ინტერი. მერვე ნომერი კარგი მოკლე ზუსტი გადაცემების ფილობენ. ხონს გასულაც ახლა კარგად მარცხენა ფლანგზე გადაიტანეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა და გადააგდეს ბურთი აუტზე წითელ ფორმაში გამოწყობილებმა. აუტიდან ბურთი ჩააწოდეს ინტერის ფეხბურთელებმა. გრძელდება მათი ბურთის ფლობა მოედნის ცენტრში. დიახ, აი ხედავთ თქვენს ეკრანებზე, შეცვალეს ფლანგი მიმართულება შეტევის ახლა მარჯვენა ფრთაზეა ბურთი შორი მანძილიდან დაახლოებით 35 მეტრიდან დარტყმა, თუმცა არაზუსტი დარტყმა გარიდან. დიახ, დიღომი შეიტანს ბურთს შეხვედრაში. კარგია შორი მანძილები და რა თქმა უნდა დარტყმები. ძალიან კარგია რა თქმა უნდა. გრძელდება შეხვედრა, დიახ. შეგახსენებთ ანგარი 3-1 თბილისის ინტერი ამარცხებს დიღომის თბილისს. კი ბატონო, ბურთმა დატოვა მოედნის გვერდით ხაზი. აუტიდან ბურთს ჩააგდიან ინტერის ფეხბურთელები. მეიშვილი ჩააგდეს აუტიდან ბურთს, ჩააწოდა. არ გავიდა ეს გადაცემა, აი როგორც ხედავთ, წითლები დაეუფნენ ბურთს და უმალ დაკარგეს დიღომის ფეხბურთელებმა ბურთი. აი მოედნის ცენტრი, ზუსტად მოედნის ცენტრი 18 ნომერი. სვანიძე. დიახ, აქ გუყა გადაცემა. კი ბატონო, ახლა შესული. ლომიძე.
აი ლომი ზუსტად რომ მან მიიღო ფეხი მოედნის ცენტრი აი მიიღეს ფეხი ინტერის ფეხელებმა 10 ნომერი კარგად განუვიდეს ამებიძე შეიწრიჭილი თუმცა დაკარგეს ფეხლებში გამოწყობილმა ფეხელებმა ფეხი შეტევაზე იყვნენ ვიღობის ფეხელები თუმცა უცმა დატოვა მოედნის ვერდით ხაზი ვერ დაიმორჩილა ფეხი ასე თქვა ინტერის ფეხელებმა და აუცი გადავიდა ფეხი ხედავთ ახლა მორი იერისი არიან ინტერის ფეხელები კარგი ზუსტი გადაცემა მარჯვენა ფლანგზე და კიდევ ერთხელ დატოვა ფეხმა მოედნის ფარგლები ისევ და ისევ კონკრეტულად აუყირა რა თქმა უნდა აუყიდან ჩააძებდა ფეხი ინტერის ფეხელებმა თავიანთ ნახევარზე არის ვიღობის ფეხელები თავიანთ საჯარიმო ხედავთ კარგად მიწა ახლა პრესინგი ინტერის გუნდი და აქეთ გადმოიტანეს ეს მარჯვენა ხაზზე ვიღობის ფეხელებმა და რა არაფერი დატოვეს ფეხი თამაში ფეხელებმა და აი ინტერი საბოლოო ჯამში და დიახ მეიშვილმა ფეხი გაუშვა აუცე 92 ნომერი აუტი იბატონი არის ჩქარები რა თქმა უნდა ახლა თამაშს ბოლომდე მიიყვანენ გამარჯვებით წინ ნუ გაუსწრებთ მოვლენებს რაღაც ტაქტიკა ისე მიდის ხო ისე ძევდება თამაში რომ რა თქმა უნდა ინტერი მიიყვანს ალბათ გამარჯვებამდე შეხედრა ისევ ინტერი დარტყმა არა გადაცემა მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს ბურთი ახლა მოედნის შუა და არაფერი გამოიტანეს თავიანთ საჯარიმოდან ვიღობის ფეხელებმა და ისინი ფლობენ ბურთს იბატონი არა არ გამოიყენეს გადაცემა ზუსტი გასრებაზე გაასრო ინტერის მე-6 ნომერმა ყველა თემოლენიკენ და აი მოედნის ცენტრია ბურთი იბატონი ძელდება შეხედა ნომერი 18 სვანიძე გახდა იმეფიზე ჩიქეთა მერვე ნომერი ამჯერად ენუკიძე და ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები დარტყმა კარიდან იქნება ამირან უგრეხელიძე დიღომის მეკარეს ხედავთ ჩვენს ეკრანებზე თუმცა როგორც ჩანს არის თანაგუნდელი შეიტანს ბურთს შეხვედრაში შეიტანა თამაში მოედნის ცენტრი პირველ რიგში კარგია ინტერი ორი შეტევაზე არიან ინტერის ფეხბურთელები ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში შეიძლება დარტყმა და არა გადარჩა ამ ეპიზოდში ვიღომი გძელდება შეხვედრა და ბურთმა დატოვა მოედნის ვერდითი ხაზი აუდიდან ბურთს ჩააცდიან ამ ეკრანებზე ვიღომის ფეხბურთელები თამაშია ბურთი ბატონო წინ ასი შედედად ის რომ ისევ ვიღომი ბურთთან აი მიუსრებს ბურთს კი ზეპხალზე დატოვა ბურთს თამაში ახლა ვიღომის ფეხბურთელმა და იქ დაცვაში რა კარგია მე-6 ნომერი კი ბატონო ეს ფეხბურთელი მომიძე შემოგახვა ბურთი გაუშვა აუჯე პირდაპირ რა თქმა უნდა აუჯიდან ბურთს ჩააგდიან ვიღომის ფეხბურთელს გამოაწოდეთ ისევ ვიღომი მორი შეტევაზე ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში დაცვაში დიახ ბოლო წუთი წავიდა ძვირფასო ხალბატონებო და ბატონებო ინტერი შეტევა კარგი ცრუ მოძრაობა ახლა თუმცა იქ მეტნი იყვნენ ახლა ვიღომის ფეხბურთელები და 25 ნომერი ინტერის დააწოვებინეს ბურთი ბატონო ბოლო წუთი როგორც ვიხარით და დასრულდება დღევანდელი შეხვედრა ისევ წიფლები და დაცვაში კარგია ინტერი გაუჩეს ბურთი აუჯე ინტერის ფეხბურთელებმა ბატონო სვანიძე ანდრიამ ბურთი გადაგზავნა აუჯე ისევ ინტერი მოედნის ცენტრი დიახ აწუხეს კარგად და დაეუფლა ბურთს ინტერის 30 ნომერი ალექსანდრე ჟღენტი დიახ მერვე ნომერი თქვენს ეკრანებზე ენუკიძე გიორგი 30 ისევ ნომერი აი ცრუ მოძრაობები კარგი მოედნის შუა და დარტყმა კარში და არის დიახ 4-1 გატანელი გოლის ავტორი მე-18 ნომერი სვანიძე ანდრია ძალიან აქტიურობდა და აი შედეგით დადო ამ ფეხბურთელმა დიდი ანგარიშით ამარცხებს მეტოქეს ინტერი და
საჯმა მისცა ნიშანი და განახდა შეხვედრა. დიახ. სამბუთიანი უპირატესობით ამარცხებს ინტერი როგორც არის იყოს. გრძელდება შეხვედრა, გრძელდება. დიახ, ინტერი შეგვიძლია. დიახ, თუმა დატოვა მოედნის ერთი ხაზი. დიახ, დასრულდა. დღევანდელი მატჩი ინტერი თბილისი მიიღო თბილისი 4-1. ჩვენც დავასრულეთ